ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით წეროვანში პროექტის იცხოვრე სპორტით ფარგლებში საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. მედია ტურნირში მონაწილეობა 8 გუნდმა მიიღო, მათ შორის სამავწყვებლო კომპანია რუსთავიორის გუნდმაც, რომელიც ფინალში გავიდა და საბოლოოდ გათამაშება ვერცხლის მედლებით დაასრულა. ფინალური შეხვედრის დასრულებისთანავე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტურნირი მომავალში უფრო ფართო მასშტაბიანი გახდება და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩატარდება. ბავშვებს უნდა შევაყვაროთ სპორტი თავიდანვე, ბავშვობიდანვე. ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ ამ ტურნირის ესე ვთქვათ მედია ტურნირი ქვია და თქვენ ახარ ჩართული, თავისთავად ყველა ტელევიზია იქნება თუ სხვადასხვა მედია საშუალებები და ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. ტურნირი რომ დაძაბული გამოდგებოდა, უკვე ვატყობდით დასაწყისშივე, იმიტომ რომ ქვეჯგუფებში გუნდები საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებიც არიან დაკომპლექტებულები. ფინალი ძალიან საინტერესოა, მოხარულები ვართ, რუსთავიორის გავიდა ფინალში გულშემატკივრობით, ერთ-ერთი ფავორიტი იყო ჩვენი. ჩვენ ვაპირებთ ასევე მედია ტურნირს გავაკეთოთ ჩოგბურთში.